ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ამ აქციის პროტესტში, რაც სასიხარულოა, ვინც არასნაირად ისეთი მესიჯები გააჟღერა, რომ მეტნაკლებად რეალობას ასახავდა, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასი დაბალია, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროტესტი მუხტი ჩავარდნილიყო და აი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად აიმაღლებენ ხმას, იმედი მაქვს, რომ გახსნიან, თვითონ მაინც გაიხსნებიან სადისკუსიოდ, მას შორის ეს პლატფორმა იქნება თუ მათი პლატფორმები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სახალხოდ ესე აი სოციალური მედიის და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით დაელაპარაკებიან და სადისკუსიო სივრცე იქნება იმდენად მოქნილი და იმდენად ხელმისაწვდომი ყველასთვის, რომ აი ეს დესტრუქციული ელემენტები, რომ შენ მოღალატე ხარ და შენ მტერი ხარ ამ ქვეყნის, ამისი უარყოფით დავიწყებთ რეალურ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. არ დაიღალეთ, კაცო, ამდენი წელი გავიდა და სხვა ადამიანი ტიპი გაიზარდა ჩვენ თვალწინ, დაბერდა და კიდევ იგივეს მეუბნება ეთერებდა, რასაც მეუბნებოდა 20 წლის უკან. მე მგონი დროა დაფიქრდეთ და გადაიაზროთ ღირებულებებიც, ამა გაანალიზოთ ამათი მოქმედებაც. საერთაშორისო პოლიტიკაც, გეოპოლიტიკას, თან ყველას თუ გვაინტერესებს ეს პოლიტიკა და ყველას ოჯახში და გაედგახვა პოლიტიკაში, სახში მიხვალ პოლიტიკა, გადაიაზრეთ, ეს არის რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად დაელაპარაკოთ ხალხს, ეს 4 ნოემბერი კარგად შეხედეთ ყველა ეთერს, ყველა მესიჯს და ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს, რომ ცუდი ამბავი მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ პროტესტმა განიცადა, ასე იგი, დევალვაცია, მაგრამ ვინც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას გულით გულშემატკივრობთ, ეს არის გადასარევი ამბავი, იმიტომ რომ თელმა საქართველომ და მათ შორის რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ დაინახა ის, რომ ის როგორც აყვნენ, რაზეც აყვნენ ამ ბაბლის ელიტას, იყო აბსოლუტურად უშედეგო და პირიქით მათთვის ცუდი შედეგების მომტანი. ამიტომ საჭიროა რომ შეიქმნას რაღაცა ახალი, რომელიც კონფლიქტისკენ კი არ იქნება მეგობრებო მიდრეკილი, არამედ დიალოგისკენ, იმიტომ რომ ქვეყანას ვერ შექმნი, თუ არ იარსებებს ერთმანეთში დიალოგი და თუ ერთმანეთის ინტერესებს არ გავითვალისწინებთ. მადლობა ყურადღებისათვის.